ორიოდე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან მძიმე რეზოლუცია. მძიმე რეზოლუცია ქართული ოცნებისთვის მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ როგორც ჩანს და ეს კოჭებში ეტყობოდა ამ ქართულ რუსულ ოცნებას, მას დიდად არ ანაღვლებს თავად ევროპარლამენტართა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ეგ კი არა კობახიძემ და არა მხოლოდ კობახიძემ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას და საერთოდ ევროპარლამენტს deep state-ის ლამის მონებიც კი უწოდა. ეს ამბავი სულაც არ იქნებოდა ესეთი სერიოზულად განსახილველი, აბა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს სერიოზულად როგორ უნდა გახედო, როგორ და შეაფასო, რომ არა ის, რომ თავად ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია და არა მხოლოდ ეს გვინდა თუ არ გვინდა აისახება საქართველოსეც. დიახ, ერთის მხრივ რასაკვირველია რეზოლუციაში არის მძიმე მუხლები უშუალოდ ქართული ოცნების ლიდერების და გავლენიანი პირების წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ არის ისეთი მუხლებიც, რომლებიც ევროკომისიის მიერ ამ რეზოლუციის პათოსის ან შინაარსის ან მუხლების გაზიარების შემთხვევაში გადმოვრცელდება დანარჩენ საზოგადოებასაც. თამარ დუსუბიძე ევროსკოპი დაარსა ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, რომელსაც მე 30 წელიწადია ვიცნობ, არა მეტი, ბევრად მეტი, 35 წელიწადია ვიცნობ, რომელიც არის გაკეთებული აქვს თავისი პლატფორმა, მედიის საშუალებებზე აძლევს ინტერვიუს, ის 2-ჯერ, 3-ჯერ, 7-ჯერ თუ 15-ჯერ იყო ეთერში ბოლო ხანებში პრაქტიკულად ყველა ნორმალურ არხზე და მან დეტალურად და კარგად და საუკეთესოდ ახსნა, რაც მოხდა ევროპარლამენტში. მაგრამ ახლა უკვე 2 დღის თავზე მე მივიღე გადაწყვეტილება მას თამარს მაინც ვესაუბრო და ოდნავ სხვა რაკურსებიც მივცეთ ჩვენს დიალოგს. მე მივესალმები თამარს, რამდენი ხანია მე და შენ მეგობრები ვართ? რამდენი ხანია, ხო? 99-90 წლიდან, ხო? ხო, გასულა 35 წელიწადი ამასობაში. უმძიმესი რეზოლუცია მიიღო თამარ ევროპარლამენტმა, შენს კარგად და საუკეთესოდ გადმოგვეცი, შენ ხარ პირველ წყარო ჩვენთვის, ვინც ამგვარ ინფორმაციებს გვაწვდის ხოლმე შუაგული ევროპიდან. მაგრამ მე შედის ნებართვით მივცემ სხვა რაკურსს. აი ევროკომისია ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას. ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალი ალბათობით უფრო გაიზიარებენ ამ პათოს შინაარს მუხლებს თავად რეზოლუციას თუ ქართული ოცნება ერთგვარად ბრჭყალებში იზეიმებს იმას, რომ აი ევროკომისიის დონემდე ან ევროპული საბჭოს დონემდე არავიდა ეს სანქციები დაწესებული უმრავლეს შემთხვევაში სწორედ მათ წინააღმდეგ. ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგესალმები, მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიხარია რომ შენ პლატფორმაზე ვარ, რადგანაც მუდმივად გადავნებ თვალყურს და ძალიან საინტერესო ანალიზი გაქვს როგორც ყოველთვის. ახლა რაც შეეხება შენს მიერ დასმულ შეკითხვას, ნახე, მოდი მივყვეთ მაგალითების მიხედვით, ხო? აი რაღაცა ზედაპირულები რომ არ ვიყოთ და ჩემი დასკვნები მე თვითონ რომ არ გამოვიტანო. 10 წელზე მეტია რაც აქ მუშაობ და თუ ჩემი აქ ყოფნის პერიოდის მაგალითებს ავიღებთ, ადრე თუ გვიან გააჩნია ოღონდ ითვალისწინებს თუ არა ქვეყანა იმ რეკომენდაციებს, რაც თუნდაც საკანონმდებლო ორგანოდან ჟღერდება, იმ შემთხვევაში თუ კი ქვეყანა მათ არ ითვალისწინებს, ადრე თუ გვიან კომისიაც და საბჭოც მიდის ამ გადაწყვეტილებამდე. ანუ სულ რომ თავი დავანებოთ ჩემს ანალიზს და ჩემს მიერ მაგალითების მოყვანას, თუ კი საქართველოში უკეთესობისკენ არ შეიცვალა ვითარება და პირიქით უფრო მეტ ღრმა და როგორც ამბობენ ირაკლი ევროპელი კანონმდებლები საკონსტიტუციო და პოლიტიკურ, ნახეთ, ორ
კრიზისს ასახელებენ თავიანთ რეზოლუციაში. არა მხოლოდ პოლიტიკურ, საკონსტიტუციო და პოლიტიკურ კრიზისს, თუ ქვეყანა უფრო მეტ კრიზისში შევა, გვინდა თუ არ გვინდა, უკვე აღმასრულებელ ორგანოებსაც ევროპული კავშირის მოუწევთ რეაგირება. აი რა სახის რეაგირება იქნება ეს? უკვე ამაზე აი დიდხანს შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ანუ რას გულისხმობთ, იცით, მივა თუ არა ევროკომისია და ევროპული საბჭო თქვათ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მთელი საქართველოს. შენ ახლა ძალიან ჩქარობ, ბოდიში მე აი ამ ჩვენ დაახლოებით პლუს მინუს 30 წუთიან დიალოგში, ხო? მე ორ საკვანძო საკითხზე უნდა მესაუბრა და მათ შორის უვიზო რეჟიმზე მე ვერაფერი ვერ გამომაქვს მანდეთ არ ვაწარმოებ პირველ ყოვლისა, მაგრამ რაღაცა არ ვაწარმოებ, ვერაფერს ვერ ვყიდი ბულგარეთსა თუ ესპანეთში, რუმინეთსა თუ გერმანიაში. მაგრამ აქ ჩვენს ქვეყანაში, შენ სამშობლოში არის უამრავი მოქალაქე, რომელსაც ძალიან ვუტრირებ ცხადია, მაგრამ 9 კილო ნიორის გარდა ყველაფერი გამოაქვს და ყიდის ვარშავასა თუ რა ვიცი, გადავასახელოთ რომში, ხო? სადღაც ბევრს, სადღაც ნაკლებს, მაგრამ ამ თემამდე მივალ თამარ შენის ნებართვით ოდნავ მოგვიანებით. ეხლა თავარი კი არა, მეორე ხარისხოვანი კითხვა იმ სხვა თემებთან შედარებით. ჩვენ მეც მათ შორის არასწორად ხას უსვამ, ვამახვილებ ყურადღებას ერთ საკითხზე. აი, დაასანქცირეს ამდენი და ამდენი პირი. უბრალოდ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მათი დასანქცირების აუცილებლობის თაობაზე და ანიდან ჰაემდე ყველას გვარს ჩამოვთვლი ხოლმე სიზმარში ცლამის მესიზმრება, აი ეს დასანქცირებული, გაწამებული, ამ შემთხვევაში კარგია რომ გაწამებულები იქნებიან პირები. ღირსია ვიტყვი რომელიმე მათგანზე და მე თვითონ ჩვენით ამოვისუნთქავ ხოლმე. პრაქტიკულად არც ერთზე არ დამწყვეტია გული, გულახდილად რომ თქვა და ყველა ერთმანეთზე მეტად ღირსია მეთქი. მაგრამ ეს არის ჩემი მათ შორის ეს ემოციური აღდგენება არის ერთგვარად მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ იმ რეზოლუციაში არის ჩაწერილი გაცილებით მძიმე და ჩვენ რომ შეგვეხება არა რუხაძეს თუ სხვა ვინმეს, არამედ ჩვენც რომ შეგვეხება ისეთი დეტალები, ისეთი მუხლები. 22 მუხლმა საერთოდ დამშოკა. მე გულახდილად გეტყვი. 22 მუხლ, უში ვიდეო ბლოგიც მქონდა ამაზე. 22 მუხლში და გულახდილად ვეტყვი მაყურებელს ჩამითვალოთ თამარის პიარად თუ გნებავთ, მე მის Facebook გვერდზე და მის Telegram არხზე ვნახე ამ მუხლის დეტალური განმარტებანი და თამარი იყო ინსპირაცია, ან თამარმა მიბიძგა რომ ამგვარი ანალიზი გამეკეთებია. იქ წერია რომ ევროკომისიას ევროპარლამენტი მოუწოდებს რომ გადახედოს იმას, რითიც მეც და შენც ამ 12 წლის წინ პირდაპირ მნიშვნელობით ოფცვრიდით და ვამაყობდით, ანუ ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებას გრძელი კითხვა კი გამომდის, მაგრამ მაყურებელს გაგუმარტოთ, რომ DCFTA ანუ ღრმა დაყოლის მომცველი საბაჭრო ხელშეკრულება ამისი ამ ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხოდა, აი შენთვის რა იყო ყველაზე უფრო მძიმე, ასე გკითხავ და ამ ხსენებულ 22 მუხლზეც გამიმახვილი ყურადღება თუ არ შეწყვეტა. სანამ ამ რეზოლუციას მიიღებდა ევროპარლამენტი, მე მგონი ერთი კვირით ადრე ზუსტად დავწერე სტატუსი მაგ თემასთან დაკავშირებით, რომ აი ამ ქართული ოცნების ამ ნაბიჯებით ვიკითხე, ექსპერტებთან ვიკითხე, ესეთი ფორმა ქონდა ჩემ სტატუსს, რომ ამ ნაბიჯებით ხომ არ ვარღვევთ ევროკავშირის საქართველოს, ანუ ორმხრივი ურთიერთობის საბაზისო დოკუმენტს, ჩარჩო დოკუმენტს, ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, როგორი ზარზეიმით მოვაწერეთ ხელი ბრიუსელში, ხო? აქ და ეს იყო ჩვენთვის უდიდესი მიღწევა. და გამიჩნდა კითხვა, იმიტომ რომ მუდმივად აი თუ დააკვირდი ქართული ოცნების წევრები, მათ შორის ირაკლი კობახიძე სულ აპელირებს, რომ იცით რა, კი ევროინტეგრაცია ერთი ხაზია, რაღაცა ის 9 ნაბიჯი, 12 ნაბიჯი, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ რაღაცა 4 წელიწადში 80% ვალდებულებებისა, რაც აღებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით, შესრულდეს, რადგანაც მე მათ
განცხადებებს ვეყრდნობი, რადგანაც და ესეც მართალია, მართლაც ამოსავალი ჩარჩო ხელშეკრულება ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებში, სწორედ ეს ხელშეკრულება არის და გამიჩნდა მე შეკითხვა, რომ ხომ არა ირღვევა რამე პუნქტი აქედან. ეს სტატუსი რო დავწერე, რამდენიმე ძალიან ცნობილმა და ამ საკითხებში ჩემზე ბევრად გათვითცნობიერებულმა ექსპერტმა დაწერა, რომ კი, თამარ, პირდაპირ ირღვევა რამდენიმე პუნქტი ამ ხელშეკრულებიდან და ეს არის ძალიან საგანგაშო. და ერთი კვირის შემდეგ ვხედავ, რომ 22 მუხლი ევროპარლამენტის რეზოლუციაში უკვე ევროპელი დეპუტატები, კანონმდებლები მოუწოდებენ კომისიას აუდიტი მოახდინოს, რამდენად და რა პუნქტები ირღვევა ამ სწორედ ასოცირების ხელშეკრულების და გამომდინარე აქედან გადახედონ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას და მათ მეორე მუხლი აქვთ მოყვანილი ანუ ფუნდამენტალურ უფლებებზე. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი ეს არის ფასეულობების საფუძველზე მდგარი ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციაში ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება არის ამომავალი და სწორედ ევროპელი კანონმდებლები ეყრდნობიან იმას, რომ ეს ყველა საბაზისო ფუნდამენტალური უფლება დღეს საქართველოში ირღვევა და ირღვევა ასე საჯაროდ ონლაინ და არ არის აქ არანაირი მტკიცებულების მოტანა საჭირო, ამას ვხედავთ ყველა პირდაპირ ეთერში. ეს პუნქტი ჩემთვის არის უფრო მეტად, ანუ პოლიტიკურად და სამომავლოდ ძალიან საგანგაშო. იმიტომ რომ მივდივარ ისევ იქამდე, თუ კი ქვეყანაში გაგრძელდა აი ესეთი სასამართლოები, ავიღოთ თუნდაც გუშინ იგივე პაატა ბურჭულაძისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმა და აქ არ არის საუბარი მარტო იმაზე, რომ პაატა ბურჭულაძე ცნობადია, უბრალოდ მაგალითისთვის მომყავს. ასეთები ხო ასობით ადამიანია უკვე რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს და ხალხთან მიაქვთ ამხელა ჯარიმები, დაკავებები, ძალადობა, მედიაში რა გარემოარი და რა კანონმდებლობას იღებენ, ჩემზე კარგად იცი და სწორედ გამომდინარე აქედან თუ კი ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება, გვინდა არ გვინდა კომისიას მოუწევს მართლაც აუდიტი და დაფიქსირება და ისე შემთხვევაში ნახე ნებისმიერ შემთხვევაში მუდმივად ხდება ანგარიში. ჯერ ერთი ვალდებული ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანო თუ კი საკანონმდებლო მოითხოვს, რომ თუნდაც რომელიმე კომიტეტის ხდომაზე მოვიდნენ და ანგარიში წარადგინონ კომისიამ, რომ რა ვითარება, აბა როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულება, თქვათ მოიწვიეს ევროპარლამენტის საგარეო კომისია. შესაბამისად, თამარ, კი, გეთახმები, შესაბამისად, აღარ კობახიძე ახსენე, მის მიერ, უბრალოდ FSB-ს მიერ შექმნილი მითი იმის თაობაზე, რომ 2028 წლამდე გადავდებთ ჩვენ ევროინტეგრაციას, ეს ზმნა მოიფიქრეს თუ რეალურად ხო აქ არ შეაშლეს რამე დაასრულეს ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა. 28 წლამდე ჩვენ შევასრულებთ ასოცირების ფარგლებში, ხელშეკრულების ფარგლებში რეკომენდაციათა 80% და აი მე როგორ არ მიგვიღებენ 2030 წელს, ხო? ესეც კი, აი ეს მოდვა თავისთავად, ხო? იმიტომ რომ ესე არ არის კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების ჭრილშიც არ არის ესე. მაგრამ ახლა ამ დეტალებში არ ჩავალ ხა ესეც კი იმსხრება. იმიტომ რომ თუ აუდიტი ჩატარდა და ემანდ, ნახე როგორი სიტყვა მოვიფიქრე, ბიჭერი კაცი ვარ მე. ემანდ მოხდა ისე, რომ აუდიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ რაც სრულდება, ისიც ქაღალდზე სრულდება, ნუ მათი ნაწილი, მოდი ესე ვიტყვი. და უმრს ჩვენ რეფორმების კუთხით, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კუთხით ჩამოვრჩებით, ის რომ ტექ-დაკ თვალიერება გააკეთეს, it's good, კარგია. მაგრამ ამას ხო გრაფიკის მიხედვით მაყურებელს აუხსნათ, იქ არის გრაფიკი 25-ში უნდა გააკეთო ეს, 26-ში უნდა გააკეთო ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ კანდიდატი ხარ. ავანსად მიღებული, საჩუქრად მიღებული. ეს მითიც ჩამოემსხვრება ქართულ ოცნებას და მარე მკითხვა. ვიცი რომ პასუხი იქნება, რომ კი, ჩამოემსხვრება. მაგრამ მე რუსული იდიომა ანდაზა თარგმნე და გუშინდა გამოვაქვეყნე კი რა თქვი წარმოვთქვი. წმინდა ადგილი არ არსებობს
ეშმაკების დაპატრონების გარეშე. მას ვინღა ეპატრონება და ასე იოლად ეპატრონება თუ არა რუსეთი, ჩინეთი და არადემოკრატიული სივრცე ამ წმინდა ადგილს. ჯერ ერთი ძალიან კარგი აქცენტები გააკეთე, უნდა გაიმიჯნოს, რომ თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებაში არის პოლიტიკური ნაწილი და არის ტექნიკური ნაწილი. ტექნიკურ ნაწილში და რაზეც მუდამოდ აპელირებს ქართული ოცნება და ჩვენც უნდა დავეთანხმოთ პრინციპში მუდმივად გვაქვს ასე თუ ისე პატარა ნაბიჯით თუ საშუალო ნაბიჯით მაინც წინსვლა და ამას მოწმობს ოქტომბერში გამოქვეყნებული სწორედ ევროკომისიის მიერ ბოლო ანგარიში გაფართოების პაკეტში, სადაც უმნიშვნელო, მაგრამ ტექნიკური წინსვლა იყო და აი ეს დაიხუეს ხელზე. მაგრამ როგორც თქვი, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ევროკავშირისთვის საბაზისო ფუნდამენტალური საკითხები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ კი გინდა ამ ორგანიზაციასთან ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში ამ კუთხით რაც არ უნდა მითები შექმნან, მაგიტომაც თქვი, რომ პირდაპირ ყველაფერი ონლაინ ხდება და ყველა უყურებს. ვერც კი დამალავენ, რომ არა თუ წინ მიდიან კოლოსალური ნაბიჯებით უკან მიდიან, სწორედ ამ ფუნდამენტალური საკითხებში. რანაირად, რაც არ უნდა გაწერილი იყოს, ირაკლი, რანაირად იტყვის, რომ მედია პლურალიზმ საფრთხე არ აქვს. აი ეხლა მიყვანე ერთ კითხვამდე. ამ ხნის განმავლობაში კობახიძე ბანდიტი ამბობს შემდეგ რამეს სულ, რომ აი შეადარეს საქართველოს და უკრაინა, საქართველოს და მოლდოვა, მათ უკვე მოლაპარაკებების თავების გაუხსნეს, თუმცა და იქვე ამატებს. თუმცა ჩვენ ამ როგორც სასახელებს რა სიხმებს რომ გითხრა რომ გამიხსენებ პერკი თქვენი გავამივა. ჩვენ ევროინტეგრაციის კუთხით, რეფორმების ჩატარების კუთხით ვართ გაცილებით წინ. რაც ეფუძნება რა სოფიზმს, დემაგოგია სოფიზმს ეფუძნება კობახიძის ეს აი ზუსტად მაგიტომ გითხარი, რომ ძალიან კაი აქცენტი გააკეთე შენ. ეფუძნება სწორედ ამ ტექნიკურ, აი თუნდაც ადმინისტრაციულ რეფორმებს. აი რაღაც ბევრად უფრო გამართულია ჩვენთან თქვათ, აი მარტივად მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს იუსტიციის საბჭო, ხო, სადაც მიდიხარ რაღაც და წამებში ან მეც აი თქვა დავრეგისტრირე იუსტიციის სახლი. ხო, იუსტიციის სახლი, ბოდიში. ანუ აი ნახეთ, გამარტივებულია მოქალაქისთვის ბევრი რაღაცა, რაც უკრაინაში და თქვათ მოლდოვაში ასე არ არის. ანუ აი ესეთ საკითხებზე, ესენიც ეს საკითხებიც შედის ასოცირების ხელშეკრულებაში და ვალდებულებებში, იმიტომ რომ ზოგადად მოქალაქეზეა ევროკავშირი მორგებული. მოქალაქე არის პირველი, უნდა იყოს დაცული მისი ყველანაირი უფლება, როგორც ფუნდამენტალური, თუნდაც ბიზნესის კეთების შემთხვევაში, იგივე სავაჭრო, რაც შენ თქვი, ხომ? ეს ხომ მოქალაქისთვის კეთდება, რომ მოქალაქემ თავის მიერ წარმოებული პროდუქცია გამოიტანოს ამ ბაზარზე, უკეთეს ბაზარზე და მისთვის ეს მარტივი იყოს, მაგრამ მას რომ შეძლოს პროდუქციის გამოტანა, ის უნდა აკმაყოფილებდეს ამ ორგანიზაციის სტანდარტს. რათა ამ ბაზარზე შემოიტანოს. ხედავთ, ანუ ყველაფერი ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთთან. ანუ ერთის მხრივ სერვისის მიწოდების კუთხით შესაძლოა საქართველოს უსწრებს მოლდოვას, ოკეი, იუსტიციის სახლი არის კარგი სახელმწიფო სერვისების მოვიყვანე, ხვდები? ხო, მაგალითად, რა საკვირველია ჩვენ ახლა. კი, რაზე ოპერირებენ? მე მაგალითად მოვიყვანე. მაგრამ ფუნდამენტური სახელმწიფო კონცეპტუალური რეფორმების სწორედ ამბობ, ჩატარების კუთხით, რაც ღირებულებებს ეფუძნება და არა სერვისს, რამდენად სწრაფად მოვიდა სასწრაფო მანქანა მუნიციპალიტეტის, ხო? უტრირებ, ექტათვალიერება რამდენად სწრაფად განხორციელდა თუ ეფექტურად, ამ თვალსაჩინო კი ჩამორჩება და როდესაც ევროასოცირების კუთხით მათ შორის მოლაპარაკებათა გახსნის კუთხით. მოლდოვა უკრაინას აწინაურებენ, რა საკვირველია ეს უკრაინის ომმა განაპირობა, არავინ არ გამათობს ამაზე, მაგრამ განაპირობა მათ შორის იმანაც, რომ სწორედ ვშელობ, მე აი შემდა შემიწორო ეხლა. მათ შორის იმანაც, რომ ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებით და ასე შემდეგ თვალსაზრისი და ევროორიენტაცია, ევროორიენტაციასთან მიმართებაში ამ ორმა ქვეყანამ ნათელი პოზიცია დაიკავა. სერვისი შეიძლება იყოს რომელიმე არადემოკრატიულ ქვეყანაში
უფრო განვითარებული ვიდრე ჩვენთან ან შეერთებულ შტატებში ესე გეტყვით, მაგრამ ის არადემოკრატიული ქვეყანა ვერ გახდება ევროატლანტიკური სივრცის წევრი, რამდენადაც არის არადემოკრატიული ქვეყანა აბსოლუტურად სწორედ მსჯელობ, აბსოლუტურად არაერთხელ ბრიუსელში ვთქვამთ, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ნება არის. ქვეყნის ნება. და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თვისაც ის ფასეულობები არის მისაღები და შენ ამ ფასეულობებზე დგელ ხარ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა რუსეთის ბრუტალური შეჭრის შემდეგ უკრაინაში, იმიტომ რომ ევროკავშირმა თავის მხრივ დაინახა, რომ გეოპოლიტიკურად ისე იცვლება ვითარება, რომ მას ეგრეთ წოდებული ეს ნაცრისფერი ზონები საფრთხეს შეუქმნის და მან უნდა შემოიკრიბოს გარშემო მისნაერი, მის ფასეულობებზე მდგარი ქვეყნები და გაუხსნას კარი ზუსტად შეკავების მიზნით, ხვდებით? ანუ რომ შეაკავოს ზუსტად ეს ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ჩვენ ვხედავთ, რომ ძლიერდებიან ახლა. და ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა აჩვენებს ნებას, სურვილს, მისი საგარეო პოლიტიკა ემთხვევა შენ საგარეო პოლიტიკას, შეიძლება ის უცებ რაღაცა გარდამტეხ რაღაცებს ვერ აკეთებს, მაგრამ ნაბიჯი მიდის და აჩვენებს, რომ მას მისი არჩევანი სწორედ ეს დემოკრატიული სამყაროა, ევროკავშირი ძალიან ბევრ რაღაცაზე თვალს ხუჭავს და შენ თავიდანვე თქვი, რომ ავანსად მოგწეს კანდიდატის სტატუსი. კი, შესრულდა 12-ვე პუნქტი. ყველა მიცის და ოცნება ამბობს, რომ 12-ვე შევასრულეთ. მაგრამ სწორედ ქართველი ხალხის ნება რომ დაინახეს და რა თქმა უნდა, ეხლა იქნებოდა ძალიან არასწორი იმის თქმა, რომ მარტო ჩვენ გამომოხდა. რა თქმა უნდა, აქ ხომ ინტერესები უნდა დაემთხოს ერთმანეთს. ეს ინტერესების თანხვედრა ნიშნავს შესაძლებლობების ფანჯარის გახსნას. ანუ რომ ორივე მხარიდან არის. ჩვენ მასე ჩვენი ინტერესი საუკუნეებია ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ეხლა გაჩნდა ხო ეს ფანჯარა. ამ ისტორიას მიმომაყოლებს მაყურებელი საკვირველია პატივი და დიდება სულხან საბა ორბელიანს, მაგრამ იმ ხანად, როდესაც სულხან საბა ჩავიდა პარიზში, ეხლა ჩავდივართ 3 საათში და მაშინ ჩადიოდა 14-ვე ბუდრირებს ხანდია, მაგრამ მაინც ხო უკვე სულ სხვა პოლიტიკური კონიუნქტურა დახვდა მას იქ, ხო? და ჩვენ მუხრამაჭავრის ლექსიდან რო ვიცით და რასაკვირველია უნდა ვიცოდეთ და კარგია ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. რეალური ისტორია ხო ერთგვარად უფრო სავსეა, მოდი განსხვავდება მეთქი ესე არ ვიტყვი. ერთი კითხვაც. უბრალოდ ვიდრე კითხვას დავსვამ, გეხსოვნება ერთ ამბავს გახსენებ და მე აქვე ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რუსული ჰიბრიდული ოპერაცია განხორციელებული საქართველოს წინააღმდეგ, სხვაგანაც ალბათ წამიკითხავს ეხლა თლა ჩემი არ იქნება ეს, მაგრამ ნუ მეორე მხრივ ხარ რომ მითხრა რომ ვისგან წმისთან კითხავსო 2014 წელი 2014 წელს არ მინდა შემეშალოს ვილნიუსში თუ არ ვწდები ჩვენ ვიღებთ უვიზო რეჟიმს უვიზო შენგენის 24 სახელმწიფოში პლუს 4 სახელმწიფოში და ასე შემდეგ შესაძლოა მეშლება და ვილნიუსში მოკლედ შალახო ჩაირთო ზუსტად არა ირაკლი შალახო ჩაირთო აქ ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებაზე ვილნიუსში რა ხო ვილნიუსში არ ჩაირთო ხო შალახო ჩაირთო ბრიუსელში კი ღარიბაშვილი იყო და მაია ფანჯიტიცია საგარეო საქმეთა მინისტრი ხო ასია ეხლა მე გავბედავ და ვიტყვი არა იმიტომ რომ მაინც და მაინც შენ კომენტარი მოვისმინო რომ შალახო კი არ ჩაირთო ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ რას ნიშნავს შალახო რა შალახო რის შალახო ხალხნო სულ სახელმწიფო ჰიმნი ხო გაქვს მაგრამ სახელმწიფო ჰიმნსაც თავი დაანებო ხო იმდენი ფოლკლორის იმდენი თვალსაჩინოება გაქვს მრავალჟამიერი გაქვს სხვა თუ არაფერი ხო რომ შეგიძლია შეეძლოთ მაგრამ ეს რაღაცნაირი მექანიზმები ღმერთმა უწყის ვირავინ ვერ გაარკვევს ამას არ ეხება ჩემი კითხვა ეხება ორ ტროას ცხენს ტროას ცხენი პირველი ვიქტორ ორბანი და ტროას ცხენი მეორე სლოვაკეთის ლიდერი ფიცო როგორ უვლის იმიტომ რომ ბევრ საკითხში ევროპას სჭირდება სრული კონსენსუსი ბევრ საკითხში როგორ უვლის გვერდს ევროპა მის ჯამთელი ნაწილი მისი არა ტროას ცხენი კი არა და ტროას ცხენობა ძალიან ცუდი ამბავია და ეს ესე
ხელწამოსაკრავად სათქმელი არ არის, ტროას ცხენობასა და რუსეთის ინტერესების გამტარებლობას შორის არის ტოლობის ნიშანი. ხოდა რამდენად ყველაფერში სჭირდება ევროპის კავშირს სრული კონსენსუსი ორბან-ფიცოს თანამონაწილეობით და რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ როგორც რამდენიმე ხნის წელიწადისა და 3 თვის წინ დაახლოებით ხელკავი გაუკეთა შოლცმა ორბანს და გაიყვანა აგდომეთკი ესე ვიტყვი ოთახიდან გაიყვანა ოთახიდან და მერე მიიღეს კონსენსუსით გადაწყვეტილება. ირაკლი, ჯერ მოდი აი ისეთ ეხლა ბოლოში ისეთი კარგი რაღაცი დაასრულე, რომ აი ყველაზე მეტად მინდა ეს გაიგონ იმ ადამიანებმა, ვისაც ჯერ კიდევ ილუზია აქვს, რომ ქართული ოცნებას მივყავართ ევროკავშირში და ორბანი ამ საქმეში ჩვენ ხარს გვიჭერს. აი ნახეთ, როდის გაიყვანა შოლცმა ორბანი ოთახიდან? როცა წდებოდა საკითხი არა მხოლოდ მოლდოვასთვის და უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნის, არამედ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის დეკემბერია 2023 წლის. და რომ არ გავეყვანა, ჩვენ გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი? ხო, აი გავჩუმდეთ ეს და 10 წამი გავჩუმდეთ და მაყურებელს მივცეთ შესაძლებლობა. ანუ გვექნებოდა, არ გვექნებოდა. ორბანი იმ მომენტში იმის გამო, რომ უკრაინას და მოლდოვას არ მიეღოთ მათთვის არ გახსნილიყო მოლაპარაკებები, ჩვენც ასე მარტივად დაგვთმო. აი ძალიან უტრირებულად რომ ვთქვათ, ხო? ორბანი შოლც იმ წუთას ჩვენ საქართველოს გამო არ გაუყვანიათ, რა თქმა უნდა, საქართველოს გამოც, რადგანაც შოლცმა თქვა, მისი ხედვით ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და მან საქართველოს გამოც გაიყვანა, მაგრამ ძირითადად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნა. აი რომ არ გაეყვანა დღეს ჩვენ არ გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი. ხო, უკრაინასაც არ ექნებოდა გახსნილი მოლაპარაკებების თავები, მაგრამ საქართველოსაც არ ექნებოდა კანდიდატის სტატუსი. მაგრამ მაშინ ორბანი როგორ ლობირებს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, როცა აი ანუ ერთი ექსპერიმენტი ახლა ერთი ექსპერიმენტი და ჩავატარო უახლოეს ხანებში შენთან ერთად უნდა ჩავატარო ერთი ექსპერიმენტი. ანუ მე დაგიკავშირები თუ პირობთ ერთი თვის განმავლობაში 3 კვირაში 2 კვირაში ეს ხო იქნება გვერდზე მექნება ტელეფონი, რომლითაც დავრეკავ ასე მაგალითად თავისი საქართველოს დე-ფაქტო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და პირდაპირ ეთერში მე და შენ ამ თქმებავს იმ ვიდეოთ დავრეკავ კითხოთ საღათ ჩხუბის გარეშე ვკითხოთ, აგვარი არ ვიცი ხა ის ახალგაზრდა კაცი თუ გალი ვიცი. მახაშვილს. სტადის ხოლმე ბრიუსელში. რანაერად. არანაირი კავშირები, ბრიუსელმა გაწყვიტა ყველანაირი კავშირები ქართულ ოცნებასთან და ესეც ამიხსენით, აბა, საშოფინგოდაც ვერ ჩამოდიან ბიომეტრიული პასპორტებით? იცი, მე როგორც დოკუმენტი ნახე, გადაწყვეტილება მიღებული არის დიპლომატიურ პასპორტებზე და საკმაოდ დიდი ჩამონათვალია კატეგორიაზე და იმპლემენტაცია უკვე მინიჭებულია წევრ ქვეყნებზე. ანუ შეხედეთ, ბელგია შეუძლია უფრო მკაცრად იყოს და თუნდაც ჩვეულებრივი პასპორტებითაც არ შემოუშვას, შეუძლია შემოუშვას. ეს უკვე ქვეყნებზეა დამოკიდებული და მეორეს მხრივ მათ გარისკვაზე რამდენად კომფორტული იქნება მათთვის, რომ ბოლო წუთამდე იცოდნენ აბა მესაზღვრე შემიშვებს თუ არ შემიშვებს. ანუ ესეც არის. ხო და რაც შეეხებოდა ტროას ცხენობას, ხო, კითხვა რომ დამისვი, მე ცოტა სხვაგან წავედი, მაგრამ აი სულ მინდოდა რომ მე გამეხმოვანებინა აი ორბანის ესეთი როლთან დაკავშირებით. ხო, ევროდეპუტატებმა სხვათა შორის ძალიან კარგი საქართველოსთან მიმართებით ძალიან კარგი გამოსავალი გზა აჩვენეს რეზოლუციაში ევროკავშირს. არ მახსოვს ასეთი, რომ ასეთი ფორმულირება წერია, ნახეთ სანქციებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ტირე 25 ანუ მოუწოდებენ 25 ქვეყანას, იმიტომ რომ ახლო მომავალში ვერც ხედავენ იმის საშუალებას, რომ შეიცვალოს ამ ორმა ქვეყანამ პოზიცია და როგორც გამოსავლის გზა არის კონკრეტულად წევრი ქვეყნები, გარდა ამისა ორგანიზაციები, მე ამაზე არც მიფიქრია და აი ძალიან კარგი
ჩანაწერი გაკეთდა, რომ თუნდაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ანუ არა მხოლოდ წევრმა ქვეყნებმა და სხვათა შორის ეს უკვე გააკეთეს კოზაკი, ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა, სადაც მახაშვილი შედის. და სხვათა შორის პოლონეთმა არ მისცა მათ უფლება რომ დასწრებოდნენ. ანუ ამ ასამბლეებსაც აქვს საშუალება აი ესეთი სახის სანქციები დაუწესონ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ამ ხრივ ძალიან კარგი ტექსტი გააკეთეს ევროდეპუტატებმა და მშვენიერი გზა აჩვენეს ევროკავშირს ზოგადად რა გზებით შეიძლება მოინახოს გამოსავალი. ამ არჩეულებრივ ინტერვიუს ბოლოს შეიძლება თქვით ბოლო აკორდი. რითიც დავიწყეთ პრინციპში. ეს არის ჩემთვის და ჩვენთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ჩვენ ვისაუბრეთ. ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები მიღწევა უკლებლივ ყველასთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის დამოუკიდებლად პოლიტიკური გემოვნებისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. ოცნების მომხრესათვის და ნაციონალების მნიშვნელობა არ აქვს დავასახელებ მაღლებისთვის თუ დაბლებისთვის, გონიერებისთვის თუ უფრო გონიერებისთვის. ეს არის უვიზო რეჟიმი. ჩვენ სარგებლობთ ამ უვიზო რეჟიმით 10 წელზე მეტია უკვე, 10 წელი და რამდენიმე თვეა. გრაფიად გახარებულები ვართ. მაგრამ ტენდენცია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ ყველა აქცენტს, რომელსაც თუ შენ და თუ მე ვსვამთ. თუ განქორწინების ეს ტენდენცია წავიდა, სხვადასხვა რა გინდა რა მიზეზით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზის მიზეზითაც მაყურებელს რო აუხსნა, თუ მეტი და მეტი თავშესაფრის მაძიებელია ევროკავშირის სივრცეში, შენგენის სახელმწიფოებში. და არის ზარდი დინამიკა აბარებ ვიტყვი, თუმცა ევროკავშირი ამაზე თვალს ხუჭავს. არის თუ არა, გვექმნება თუ არა საშიშროება, რომ ამათი უგუნური არის თბილად ნათქვამი. მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო ჩვენ ვაიდა დავკარგოთ უვიზო რეჟიმიც კი. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ორი სეგმენტია აქაც. პირველი და შენ მაგაშიც სწორი ხარ, რომ ჩვენ არათუ შსს ხაზით და ზრდადი მიგრაციული პროცესებით, თქვათ, საფრთხეს წარმოვადგენთ, ასე თუ ისე ევროკავშირისთვის, არამედ აქაც უვიზო რეჟიმის მინიჭების დროს აქცენტი გაკეთდა დემოკრატიულ რეფორმებზე და ამ ფუნდამენტალურ უფლებებზე. ანუ ფაქტია, რომ ჩვენ აქაც უკვე ვარღვევთ რიგ პირობებს და ვალდებულებებს, მაგრამ ევროკავშირი შენ როგორც ძალიან სწორედ თქვი, თვალს ხუჭავს სწორედ ქართველი ხალხის გამო. და მეორე ბოლო ბერკეტი იქნება ევროკავშირის მხრიდან, რასაც გამოიყენებს საქართველოსთან მიმართებით უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. თუმცა რა თქმა უნდა გააჩნია ვითარებას საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებამდეც შესაძლოა რა თქმა უნდა მივიდნენ, მაგრამ ეს იქნება ბოლო ბერკეტი მათი მხრიდან. თამარ დუსუბიძე იყო ჩემი სტუმარი, ვიდრე დავებშვიდოვებოდეთ მას და მადლობას ვუხდით. ხადია მე ვიტყვი ორ სიტყვას ეპილოგის თუ დასკვნის სახით ამ უკანასკნელ თემასთან დაკავშირებით ინსპირაცია, სწორედაც რომ ეს უკანასკნელი თემა. როდესაც რიგითი მოქალაქე საქართველოს იმეორებს ცეცხლი ოლიგარქიას და ბევრს არ მოსწონს ეს, ბევრი ამბობს რომ რა ცეცხლს მიეცით, ეს ხელისუფლებაო, რა უბედურებაა, რა ახალგაზრდული ემოციაა. ცეცხლი ოლიგარქიას იმას კი არ ნიშნავს, რომ ავიღოთ რომელიმე ოლიგარქი ან უშუალოდ ივანიშვილი და პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლში ვადურთინოთ მას თავი, რასაკვირველია ამას. ნიშნავს იმას, რომ კონცეპტუალურად ის მართლობა და მართლობის ის სტილი, რომელიც დანერგილია ბიზნა ივანიშვილის გაგრძელებული და დანერგილია ბიზნა ივანიშვილის მიერ, ცეცხლსაა მისაცემის სტილი, კონცეფცია, მიმართულება, პოლიტიკა და ასე შემდეგ და ცეცხლი ოლიგარქიას ახალგაზრდები კი არა, ძალიან ძველგაზრდებიც კი ხმამაღლა გაიმეორებენ ვინძლო ახალგაზრდებზე მეტადაც კი, თუ მათ შვილიშვილებს, აგე, როგორც თამარ მაბრძანა, თეორიულად მაინც დაემუქრებათ, თქვათ,
ეს სული მინიმუმ ერთი მიზეზია და ესეთი არის 100-ობით მიზეზი, ხო? და ემუქრებათ ასე მაგალითად ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობის მოსპობის წინაშე დადგები არის ისინი. თამარ დუცუბიძე იყო ჩემი სტუმარი. უღრმესი მადლობა მაყურებლისთვის, ვარაუდობ რომ იქნება ეს ინტერვიუ საინტერესო. ნახვამდის.